ჯერჯერობით სეზონი რჩება, თუმცა შემსუბუქდა სიტუაცია, ასე ვთქვათ. მედიკოსების თქმით, გასულ კვირებთან შედარებით გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა ეგრეთ წოდებული სეზონი დასრულებული არ არის. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებებს ძირითადად ზედასასუნთქი გზებით ინფექციებით მიმართავდნენ. შემცირებულია ამბულატორიული მიმართვიანობაც, რაც შეეხება სტაციონალურ პაციენტებს, ამ მიმართულებით ცვლილება თითქმის არ არის. ბავშვთა კოლექტივებში ისევ გრძელდება ჩუტყვავილის შემთხვევები და ფიქსირდა კუნთრუშაც. მედიკოსები მოსახლეობას აცრების ჩატარებისაკენ მოუწოდებენ. წინა კვირას, ან გასულ კვირას თუ შევადარებთ იმის წინა კვირას, მკვეთრად შემცირდა ზედასასუნთქი გზებით ინფექციების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში, ზოგადად ამბულატორიული მიმართვიანობაც მკვეთრად არის შემცირებული. რაც შეეხება სტაციონარულ პაციენტებს ზედასასუნთქი გზების ინფექციებით, აქ ისევ ცვლილება არ აქვს, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ შემსუბუქდა უკვე თუ გასული წლის ამავე პერიოდს შევადარებთ, აქაც გასულ წელს უფრო მეტი შემთხვევები გქონდა, ვიდრე მიმდინარე წლის ამ პერიოდში გვაქვს შემთხვევების რაოდენობა. ძირითადად რა სახის ინფექციები? ზედასასუნთქი გზების ინფექციები არის ძირითადად გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებები. ბავშვთა კოლექტივებში ისევ გრძელდება ჩუტყვავილას შემთხვევები და ერთეული შემთხვევები არის კუნთრუშის შემთხვევები. ეს ორგანიზებული ბავშვთა დაწესებულებებში ძირითადად საბავშვო ბაღებში ხდება. საბედნიეროდ ჯერჯერობით წითელას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეხლა თბილისშიც და სხვა რაიონებშიც მომატებული არის, ამიტომ მაქსიმალურად მოუწოდებ ყველას, რომ ჩაიტარონ აცრები. გამოტოვებული აცრა ვისაც აქვს. ცნობისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ცირკულირებდა ΑΔ ტიპის ვირუსი, თუმცა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებიც ხშირია.